მზადება საახალწლო პროგრამებისთვის ღონისძიებები 12 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში თბილისი მრავალფეროვანი და სანახაობრივი ღონისძიებები დაიდურდება. საახალწლო სოფელი წელს რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, იქვე მოეწყობა ღია ყინულის მოედანი. ადგილზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა გასართობ თუ კულტურულ პროგრამას შესთავაზებენ, ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ სანტა და ელფები, გაიმართება სადღესასწაულო კონცერტები. წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიკეთით სავსე ქალაქი. საახალწლო სოფელი 12 დეკემბერს უნდა გაიხსნას, საღამოს კი მთავარი ნაძვისხის ანთების ცერემონია გაიმართება და მთელ ქალაქში საახალწლო ილუმინაციები განათდება. დედაქალაქში სადღესასწაულო ილუმინაციების მონტაჟი უკვე ფინალურ ეტაპზეა. დედაქალაქში დაწყებულია საახალწლო სამზადისი, როგორც მერმა დააანონსა და უკვე 12 დეკემბრიდან საახალწლო სოფელი წელს განსხვავებულ ლოკაციაზე პირველ რესპუბლიკის მოედანზე უმასპინძლებს თბილისელებს, გვექნება ყველა ის ტრადიციული აქტივობა, კონცერტები, საბავშვო აქტივობები, ასევე დაბრუნდება ღია ყინულის მოედანი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო წინა წლებში. 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ველოდებით ყველას პირველ რესპუბლიკის მოედანზე. იქნება საუკეთესო განწყობა. ნაძვისხის ანთებასთან ერთად თბილისის 10-ვე რაიონში გამზადებული არის ილუმინაციები, რომელიც საახალწლო განწყობას შექმნის და გაალამაზებს დედაქალაქს. როგორც წინა წლებში იყო განათებული ყველა ის ქუჩა იქნება განათებული და ილუმინაციებით მორთული, ხოლო რეაბილიტირებულ ქუჩებზე გვექნება სიურპრიზი და დაემატება ახალი განათებები. შარშან მოგეხსენებათ და წინა წლებშიც სოფლიო მასშტაბით ბევრი გადაცემის თვალსაჩინოში მოხვდა ჩვენი განათებული ქალაქი თავისი სილამაზით და წელსაც ვეცდებით, რომ გავაუცოთ და გავახაროთ როგორც სტუმრები, ასევე ქალაქის მოსახლეობა. თბილისის მერია წელს სწორედ აქ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაელოდება ვიზიტორებს 27 დღის განმავლობაში. 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად დილის 12 საათიდან გვიან ღამემდე სწორედ აქ გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, დღის პირველი ნახევარი დაეთმობა ტრადიციულად პატარებისთვის საბავშვო პროგრამას, ხოლო დღის მეორე ნახევარი იქნება სავსე მრავალფეროვანი წარმოდგენებით, სანახაობებით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ჟანრის კონცერტებით. აქ მოსულ ვიზიტორებს დახვდებათ ასევე ტრადიციულად ყინულის მოედანი და ყველაზე მნიშვნელოვანი სანტა თავის ელფებთან ერთად ყოველდღიურად უმასპინძლებს პატარებს.